Ძვირფასო ტელემაყურებლებო ბრუნდებით რეკლამიდან და მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკები ჩემი მეგობარი ბავშვობის ბატონი გიორგი კეპულაძე ბავშვობის ახალგაზრდობის მეგობარი იქიდან გამომდინარე რომ მე და გიორგი ვიყავით მანსანკანის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდულ ნაკრების წევრი. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi. 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. ბევრი საინტერესო დრო გვაქვს გატანებული ერთად ხარა. სხვა გასართობი მაშინ მაინც არ იყო და ერთობოდი აქ. სხვა გასართობი არ იყო მაშინ. ბნელი 90-იანი წლების ბოლო. ხო, და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ იმ პერიოდში ცუდი საქმეები არ გვეკეთებინა, გადავწყვიტეთ რომ იუმორი გვეკეთებინა და რაღაცა ახალი შეგვეთავაზებინა მაყურებლის. შენ კი გაყევი ბოლომდე, მე ცოტა გადავ. ხო, ეხა რა არის ცხოვრება? მე აქ ვზივარ და შენ იქ. აბა. მაგრამ თან რა არის, ვანო, კარგი იცი რომ ეხა რომ დავფიქრდი, ყველაფერს ხო ემუქრება ეს ხელოვნური ინტელექტის ჩანაცვლება და შენ არ გემუქრება, იმიტომ რომ ხუმრობებს ვერ იგონებს ვერაფერს. მართლა ამდენი დავაწერინი, მაგრამ არაფერი კარგს არ წერს. ვერც გაიღიმებ. რაღაცა მე უწყევი, აი მოდი ეხლა ამაზე ხუმრობა დაწერი, ვეუნები. სად ესე იგი? და რაღაცა სისულელეს, არც იუმორიც გზნობა, არაფერი, ანუ ადამიანებს ვერავინ ვერ შეგვცვლის. რა თქმა უნდა, მაგამ ბავში მithumetes. მაგამ ბავში ვერ შეგვცვლის და უმუშევრად დარჩენა არ გემუქრება. ხო, რა ვიცი ხა, ნახოთ რავი, უმუშევრად დამარჩება. შეიძლება უფულად დარჩება რა, უმუშევარი არ დარჩება. ხო, და შენც ახლა იმიტომ ყავხარ რა გადაცემაში, ეს არაჩვეულებრივი საინტერესო ორგანიზაცია გაქვს საზოგადოება ბანკები. მე ბანკმა ბოლოს ცესხი არ მომცა. ხო, ავტორიტეტმა არ გაჭრა, გამოხედვამ არ გაჭრა, აი ეს ჩემმა ისტორიამ არ გაჭრა. კარგია შენთვის. თუ შენ ფული არა გაქვს, ჯობია რომ ცესხი არ არის ბანკში. არც არსად. არც არსად. ესე იგი მე რაზე მინდა იცი შენთან საუბარი, იმიტომ რომ აშკარად ახლა ძალიან გააქტიურდა ეს თემა, შენს გარშემო ყველაფერი, ხო? ხო. განსაკუთრებით გააქტიურდა ფასების კომისიები, რომელიც ფასებს გვიდგენს საქართველოში, ხო? ეს ფასების დაკლების კომისია ეს თუ რა ქვია მას ფასების არა, ხო, აი ეგ არის, ბევრი შედის შეცდომაში. არავინ არ დაგვპირებია ჩვენ რომ ფასებს დააკლებთ. შემსწავლელი კომისიებია. რატო არის ასეთი ფასი? ანუ ფასების შემსწავლელი კომისია. ხო, ანუ ფასებს, ანუ რეალურად რატო არის ძვირი ჩვენთან სურსათი მაგალითად, ან მედიკამენტები, აი ამის შესწავლას და მე დარწმუნებული ვარ, რომ შეისწავლიან და დაადგენენ რატო არის ძვირი. აი რას უშველიან ეგ ცალკე საკითხია. აი მე მახსოვს მაგალითად ადრე კონკურენციის აგენტოს ხო გვაქვს? კი, ეგეც ხო იგივეა. დღემდე, კი. ხო, კონკურენციის აგენტოს იგივე სწავლობს ფასებს, ხო, რეალურად. კი, წესით ანუ აი მონოპოლიურ გარიგებებს, რაღაც ოლიგოპოლიურ გარიგებებს უნდა სწავლობდეს. ბოლოს რა ქონდა შესწავლილი აი კონკურენციის? ხო, არ ვიცი, ალბათ მაყურებლებს ემახსოვრებათ, რომ წლების წინ მე მგონი ბახტაძე იყო მაშინ პრემიერ-მინისტრი, რომ რაღაც საახალწლოდ აქტუალური თემა იყო და დაავალა კონკურენციის აგენტს, რომ შეისწავლოთ, რომ პურის ფასი რატო გაძვირდა პურიო. მთელი 2 წელი კონკურენციის აგენტო სწავლობდა ამას და ყოველთვის ჟურნალისტები წერდნენ, რომ უკვე 17 თვე გავიდა, რაც კონკურენციის აგენტო პურის ფასს სწავლობს, მაგრამ შედეგი ჯერ არ არის და ბოლოს აი თითქმის 2 წელი რო გავიდა დაადგინეს. რადგან რომ უნდა გაძვირებული. ანუ რამე გარიგება კი არისო და მე ოლიგოპოლიური გარიგება და მაფიოზური გარიგება. პური უნდა გაძვირებს. საბაზრო მიზეზებით, ეკონომიკური მიზეზებით იყო გამოწვეული პურის გაძვირება და აი ეგრე დადგინდება. მე მგონი რომ ძვირი რო ღირს პროდუქტი სურსათი უნდა გაძვირებული ხო? ამას თავისი მიზეზები აქვს. რაღაც აქეთკენ მივდივართ, იმიტომ რომ თან როგორ დაემართათ რომ ესე იგი ხო 2 კომისიაა რომ ხო სულ რო ახლა ვიღაცა ამათი მომხრეც არ იყოს მაინც ფიქრობ რომ აგერ ნუ თავრობა პარლამენტია შეიძლება არ მოგწოს მაგრამ ფიქრობ რომ რაღაცა ბერკეტი ხო აქ ამ ხალხს ხო თავის ხელში რომ რაღაცას მოახერხებენ და შეამცირებენ ფასებს იმის მერე მოგეთ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ ეს ფასები არ გაიაფთეს ბოლოს აგემთლა დენი გააძვირეს ეხლა დენის გაძვირება თქვენი მაყურებელი მშვენივრად ხვდება რომ
ყველაფრის ფასში მონაწილეობს, ხო, დენი ჭირდება ყველაფერს. რა თქმა უნდა. რაც ხო, ყველაფერს სურსათსაც და რა ყველაფერს ჭირდება, ყველა წარმოებას დენი. რა თქმა უნდა. რაც თავისთავად მათ პროდუქციას გააძვირებს და ვინმე ტყუილა აქვს მე ილუზია, რომ მე ეს ბიზნესი თქვათ თავის ჯიბიდან დადებს ამ ფულს. ამოიღებს ფასების გაძვირებით, რაც არის სავსებით ლოგიკური. რა ვიცი, ასე რო ხდებოდეს ფასების შემცირება კომისიებით, რეგულაციების შემოღებით და ძალდატანებით, საბჭოთა კავშირი დღემდე იარსებებოდა, არ დაინგრეოდა, იქ რო კომისიები ყავდა და იქ რო ზეწოლა იყო და ფასები დაფიქსირებული. მე მგონი არც ერთ ქვეყანაში, მე ვენესუელამ სცადა და კი ვიცით რა დაემართა. ხო, ვერ დაემართათ, კაი ამბავ, ყველაფრის დეფიციტი გამოიწვია, ხო, ამან, იმიტომ რომ როდესაც შენ რაღაცაზე ეუბნები მწარმოებელს, რომ ამაზე ძვირად არ გაყიდო. ეხლა იმას თუ მე ამის წარმოება უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ფასი უნდა დაადოს, ხო? რა შვება? ან უხარისხოს აწარმოებს სიტყვაზე. ან საერთოდ აღარ აწარმოებს და მე აი დეფიციტი საბჭოთა კავშირში დაბადებულ ადამიანებს მით უმეტეს კარგად ახსოვთ, რას ნიშნავს, როდესაც ხორბლის უდიდესი ნათესების მქონე ქვეყანას, დედამიწის 1/6-ს რო იკავებდა ეს ქვეყანა, პურზე ტალონი და ხო პური აღარ იშოვებოდა. ხო, მართლა ვიგონებთ. ანუ აი ეგ შედეგი მოაქვს აი ესეთ ზედმეტ ჩარევას ხელისუფლების მხრიდან. ჩართულები არიან თავიდან ბოლომდე, რომ აი ეს დეტალებში რო იხილავენ ხოლმე. აი ეს მაგალითად ეს გენიალური იყო, რომ ეს ორი მარკეტები ერთმანეთს გვერდ ეს ხო არ არის მიზეზი. ძალიან სახით ეს ხომ არ არის მიზეზი იმისა, რომ პროდუქტები არ იაფდება, არა და პირიქით ხო ორი მაღაზია გვერდიგოთ კონკურენციის ნიშანია. იმან იმაზე იაფად გაყიდოს, ხო? კონკურენციის ნიშანია და ამაზე ხა თავის დროზე ჯონ ნეშს მთელი ისა აქვს, რა ქვია, თამაშთა თეორია და ნობელის პრემია აქვს მაგის გამოთვლაში მიღებული, რომ გვერდ რატო იხსნება ბიზნესები, ხო? ისინი პირიქით ცდილობენ, რომ რადგან შენ არ იცი იმის მოქმედების ლოგიკა როგორია, შენ ცდილობ, რომ მასთან ახლოს იყო, იმიტომ რომ იქ უკვე იცი, რომ მომხმარებელი მოდის. იმიტომ რომ იქ რო ერთი გაიხსნება და წარმატებულია, ვიღაცამ იცის, რომ მე იქ უკვე თავის მომხმარებელი ყავს. ანუ შენ დამატებითი ძალისხმევა ახალი მომხმარებლის მოყვანაში აღარ გჭირდება და ამიტომ ცდილობ, რომ მასთან ახლოს იყო, თორე. ეხლა ეგენი გარიგებულები რო იყვნენ პირობითად, ხო, რას იზამდნენ, რომ სხვადასხვა უბნებში მოდი ამ უბანს მე ავითვისებ ერთი კომპანია იყო და მეორე იყო და მე მაგრამ არ ხდება ეს. ეხლა მე არ ვამბობ, რომ იდეალური კონკურენცია და თავის ცოდვები ეყოფათ ყველას მათაც, მაგრამ მიზეზი ის, რომ აი გვერდ რო იხსნებიან, მაგაში ხო არ არის რამე საკ. აი მოლები რო რა ხო რატო არის მოლებში ერთნაირი ბიზნესები არიან ერთად, იმიტომ რომ მომხმარებლისთვის მარტივია, იცი სად მიდიხარ და იქ მიდიხარ და მიდუ, ხო? იცი რა უნდა კითხო, რადგან ახლა დენის ფასზე ვილაპარაკეთ, ხო? აი მაგალითად, ხო, ხუთი თეთრი, აი ესე რაღაცა ისე ხდება, ხო, იცი, ხუთი თეთრი რა არის? ხო, ხუთი თეთრი, ხო, ახლა გასკიზავს ახლა. ბრუნვაში აღარც არის ხუთი თეთრი, მარტო ლიფჩი თუ ჩააგდებ. მაგრამ აი ხუთი თეთრი ანუ ეს რამდენს ნიშნავს სიტყვაზე იმ ადამიანისთვის, ვინც თვეში წვავს 100 ლარ დენს. ხო, დაახლოებით 33%-იანი, ჩვენ პროცენტებში გვიყვარს თვლა უფრო. ხო, ეს ხუთი თეთრიანი ეკონომიკა ისეთ თემას ხანდახან ქოთანს ხო იცი საიდანაც გინდა იქიდან მოაბა ყურსო და იყენებენ სათავისოდ და რაღაც განცხადებებში ყველა პოლიტიკოსები ზოგადად ცდილობენ რომ სათავისოდ გამოიყენონ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია რომ ესა დაახლოებით 23, ანუ 19 თეთრიდან 24 თეთრამდე ძვირდება ელექტროენერგია, ანუ 100-დან 300 კილოვატამდე ვინც მოიხმარს და 100 ლარს ვინც ხარჯავდა დაახლოებით 130 ლარის გადახდა 113-ის. ხო, 113 უფრო ზუსტად და აი დაახლოებით პირობითად რო ხარჯავდა 200 კილოვატს, ხო? 200 კილოვატზე ხო იხდიდა 38 თეთრს. ეხლა გადაიხდის 50, ანუ 10 ლარით მეც გადაიხდა. დაახლოებით 100 კილოვატზე 5 ლარიანი ზრდა არის ეს მარტივად რო დავთვალოთ, მაგრამ ეხლა ეს ხო 1 კილოვატ-საათზეა 5 თეთრიანი, რაც საბოლოო ჯამში საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა ერთი რო გადასახადის სახით, ხო? რო შენ კომუნალური გადასახადის გადახდა გიწევს და მერე კიდე როგორც ყველაფრის ფასში ეს მონაწილეობს, ხო? წარმოების და ეს თავისთავად აძვირებს უკვე ჩვენ ცხოვრებას და ყველაფერი მოხდა და გააკეთა მთავრობამ იმისთვის, რომ ფასები არ გაიაფებულიყო სამწუხაროდ. რატომ ქნეს არ ვიცი. არა და ორი ამხელა კომისია არის შექმნილი. ფეხში სროლა უყვართ ხოლმე რა. ხო. მაგრამ რა არის იცი მაგალითად მე ჩვენ ახლა შეიძლება ვლაპარაკობთ ახლა შენ და ნუ შენი ხედვა გაქვს და რაღაც, მაგრამ მე მუდმივად უყურებ ტელეკომპანია იმედის
Facebook გვერდს, იქ ქარდები და ტელევიზიასაც ვუყურებ და იმ ქარდებში ხშირად არის ხოლმე ისეთი კვლევები იდება, რომელშიც მოწინავე ადგილებზე ვართ. აჰა. ბოლო კვლევა იყო ყველაზე საინტერესო, ჩემთვის ყველაზე იმედისმომცემი კვლევა იყო ცხოვრების დონის შეფასების ხანგრძლივი პროგრესით, რომ ვართ მესამე ადგილზე. საოცარი წარმატება. შეიძლება ლაპარაკობ, რომ აქ ხალხი გასაგებია, რომ ეხლა 280,000 ბავშვი შიმშილობს, იქ რაღაცა ინფლაცია, რაღაცა, მაგრამ ამას სად გაექცევი? ცხოვრების დონის შეფასების ხანგრძლივი პროგრესით. ხან მესამეზე გავედი. პირველზე ვერა. პირველზე არც ვერსად ვერ გავდი. ვერა, ხო? იმიტომ რომ სპეციალურად არის აქ. პირველზე რომ ნაკლებად დამაჯერებელია. მივხვდი? რომ ვიღაცა გაჯობებს. გარჩევითაც შეგვიძლია გავარჩიოთ. გავარჩიოთ, შეხედეთ. ცხოვრების დონით რო ვერა ვარ სულიაში მესამე ადგილზე ვიცით, ხო? იგვეცინევა რა, ვერა. ვერა. ცხოვრების დონის შეფასების ხანგრძლივი პროგრესი, ნუ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი იტყვის, რომ უი, ცხოვრების დონე გვაქვს ძალიან კარგი, იმიტომ რა სიტყვები დარჩება მაქედან. სიტყვები ილექება ტვინში. და მესამე ადგილი. და მესამე ადგილი. ანუ ცხოვრების დონით ვართ კარგად და მესამე ადგილზე ვართ. ეს ილექება მხოლოდ ხო პროპაგანდა ამით ლეკავს. ჩვენ თინებში, თორე ცხოვრების დონე კი არა, შეფასების რამე კი არა, შეფასების პროგრესით კი არა, ხანგრძლივი პროგრესი, ანუ წლებზე დიდი ხანია უბრალოდ ხანგრძლივობით ვართ მე მგონი მას მესამე ადგილი. რაღაცა დიდი ხანია. ეს ასაულია რა. კი ბატონო. ხო, სხვათა შორის მეც ხვდება მსგავსი ისინი და არის რომ ნორმალური განვითარების სურვილის აღქმის ინდექსში გავედით მე-4 ადგილს. ეგეც კაია. ხო, ანუ ეგეც ხო, რა თქვი რა პრობლემაა? ხო, რამ შეგიშა? არა, ნორმალური ვინმეს არა აქვს? ნორმალური, ანუ ჩვენთან უფრო გვაქვს ნორმალური განვითარების სურვილი და ეს აღქმის ინდექსი იზრდება გრძელვადაში და ვიდრე სხვებს აქვს, იმიტომ რომ იქ უკვე არის ნორმალურად და ჩვენთან არა ვარ. თან მესამე ან მე-4-ზე უნდა იყო ყველა ვარიანტი, იმიტომ რომ პირველი ძალიან სინაგლეა. მე-4-ს ჯობი არ ჩამოწდე. ხო, არ უნდა ჩამოწდე რა. 4-ს, 5-ს არ უნდა ჩამოწდე, ხო? ნიერ ინდექსები დება. ხო, რა, ესეც ხო რეალურად პროპაგანდაა რა, ხო ეს? ხო, რა თქმა უნდა, ხო, სამწუხაროდ ხშირად აი ტყუილის ხშირი ტირაჟირება, ხო, მე რაღაცებს აჯერებს, რომ და შეიძლება დაიჯერო, რომ იმაში ევროპაში შუქი არა აქვს, ან უჭირთ და რაღაცა, ნუ დიდი ბრიტანეთისგან რომ არც დიდი დარჩება და არც ბრიტანეთი და შეგეცოდება საწყალი დიდი ბრიტანეთი და ესე აგდებულად საუბრობენ, ხო? ხო, აი ხა მაგალითად რუსული პროპაგანდაც ეგრე იყო, რომ მახსოვს როგორ ავრცელებდნენ ესეთ სიუჟეტებს, რომ დიდი ბრიტანეთს არჩევანის წინაშეა, ან დენი უნდა აირჩიოს, ან რაღაცა თუ ან გათბობა უნდა ჩართონ, ან რაღაცა უნდა ისეთ მდგომარეობაა დიდ ბრიტანეთში, ხო? ხო, აი ეგ ხო, აქაც ხო ეგ არის, რომ დიდ ბრიტანეთიდან ან დიდი დარჩება, ან ბრიტანეთი. ხო. და მოდი ახსენე ერთი დიდი ბრიტანეთი. ხო, რაღაც აგდებულად რაღაცა პატარა კუნძულზე. ანუ ბრიტანეთი რო ქვია ჯერ ესე იგი უკვე დიდია. ხო? და თან რაღაცა გაერთიანებული სამეფოც არის და მეორე არის საინტერესო რომ ისე აგდებულად მოიხსენიებენ ეს ჩვენი ქართული ოცნების დეპუტატები რომ გეგონება მართლა პატარა კუნძულზე იყო რაღაც იმაზე, ხო, აგდებულად საუბარი. არა და დღემდე 65 ქვეყანა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას ზეიმობს. ანუ აი რამხელა იმპერია იყო ქვეყანა წინა საუკუნის 80-იან წლებამდე და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებია ერთ-ერთი, რომელიც ერთ-ერთი პირველი გათავისუფლდა ბრიტანული უღელისგან. ეს დიდი ბრიტანეთი. ნუ აი რუსეთი კიდე დიდია და რაღაცა ენას შეაჩვევს და ესენი რა ვიცი. ხო, წარმოიდგინე ხო. თან ახლა იმათი ფინანსური ბერკეტები და ზოგადად გავლენა მსოფლიო პოლიტიკას საკმაოდ მაღალია, ხო, ახლა ამას რა თუნდა პროპაგანდა და ტყუილის მოყოლა რაღაც უნდა. იცი რა არის, რადგან შენი ორგანიზაცია იკვლევს მაინც, ხო, და ბევრ საინტერესო ვიდეოსაც დებთ ამ ბანკებთან დაკავშირებით, ხო? თუ აწვით აი მაგალითად მოსახლეობას, აი რა შეიძლება არ მოტყუდნენ. კი. ხო, აი ხა ხო არიან რომ ადამიანებმა არ იციან. აი მაგალითად არის ბევრი ვარიანტი, რომ რა ვიცი, ზოგი მაგალითად იმაზე დარდობს, რომ
კერძო მევახშეებისგან რაღაცა გაუგებარი სესხი აიღო და რაღაცა იმაზე 10ჯერ მეტი აქვს მისატანი, ხო? მაგრამ აი რაში ტყუდებიან, ხო? ძირითადად უფრო მომხმარებლები. ხო, ჩვენთან სამწუხაროდ ფინანსური განათლების დონე საკმაოდ დაბალია, მაგრამ ხშირად როდესაც ვცდილობ ჩვენ რაღაცა აუხსნათ, ხო? აი მაგალითად ვიდეო პროექტებით ან ტელევიზიით ან პირადი შეხვედრებით, ხო? ზოგჯერ ღიზიანდებიან ხოლმე მაგალითად რაზე, რომ აი ვასწავლეთ როგორ დაზოგონ ფული რა. რომ პირობითად რაღაცა ხელფასს რო აიღებ ან შემოსავალი რო გექნება, რაღაცა პროცენტი გადადე. iPhone-ი არ იყიდო, კიდე. ხო, მაინც ეგრევე ყველაზე ბოლო iPhone-ს ვიყიდ. რაღაცა თანხა ეცადე რომ გადადო. ჩვენთან ძალიან წინთ და ხშირად უთქვამთ კიდეც რომ კაცო რომ მასწავლიო ხა ამას შენ ფული მომეცი და როგორ შევინახო და დავზოგო მე ვიციო, ხო და. ჩვენ ცოტა ფრთხილად ვეკიდებით ეს სეთერს. მაგალითად, ვუხსნით ხოლმე რომ რატო არის ჩვენთან ასეთი პროცენტები, ხო? ბანკი რომ მაღალს ეძახი ეს ხალხი ჩვენთან მაღალი, ნუ ევროპას თუ შევატარებ, ხო? ეს ხშირად დამოკიდებულია ცხოვრების დონეზე, ეკონომიკა როგორია ამ ქვეყანაში, როგორია ინფლაცია, ფასების ზრდის ტემპი როგორია, რისკები როგორია, ხო? საქართველოს საკმაოდ სარისკო ქვეყნად ითვლება, ხო? და სესხის ვერდაბრუნების რისკი საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, იმისთვის რომ ჩვენთან ის ევროპული პროცენტები იყოს, ამისთვის ქვეყნის ეკონომიკა უნდა განვითარდეს, ფასების ზრდა ასეთი მაღალი არ უნდა იყოს, რაც საშუალებას მისცემს ეროვნულ ბანკსაც რომ შეამციროს ეს განაკვეთები და მე ეს თავისთავად აისახება კომერციულ ბანკებზე, მაგრამ ნუ მაინც ხშირად მე ლანძღავენ ხოლმე რომ რატო ამბობო შენო ეგრეო, აზრზე არ ახარო, მოკლედ. მაგალითად რა შემთხვევები გაგიგია ისეთი რომ ადამიანი მოუტყუებიათ რა. ხო, აი ტყუილს რაც ხო, არის აი ეს ინტერნეტ თაღლითობა, phishing-ს ეძახიან ინგლისურად რაღაცა თითქოს ვიღაცა თევზაობს ამ ჩვენს ანგარის ბარათზე, რაც არის რაღაცა ინტერნეტ თაღლითობა, ფინანსური თაღლითობა, რომელიც გამოიხატება იმაში რომ შეიძლება სხვადასხვა გზით. გახსოვს ადრე ჩვენ ახალგაზრდობაში ის იყო მეილებზე რომ მოგდიოდა ნიგერიაში პრინცი გარდაიცვალა და თქვენ მისი მემკვიდრე აღმოჩნდით. რამდენი მომწვია იცი და ხო. ეგ რა იყო ეგ რა. ხოვდნენ რომ რაღაცა მულზე დააჭირე და გადადი. ხო. და იქ რომ გადახვიდოდი მე ან რაღაცა დამატებით რაღაცაში ტყუილში ჩაგიწრევდნენ. ნუ ეხა ეს თუ ირწმუნე ან ოდნავ მაინც დაუშირო ნიგერიელი პრინცის მემკვიდრე ხარ, უკვე მოწყვლადი ხარ ტყუილისთვის. და თუ შეყევი, უკვე მძიმე შემთხვევაა და მაგრამ რა არის ეხა ეს სასაცილოა ხო ეხა ძალიან რთული დასაჯერებელია, მაგრამ მე დახვეწეს ამათმაც მეთოდები. ეხა თან ეს მობაილ ბანკი და ინტერნეტ ბანკი რო განვითარდა, უკვე იქ გადავიდნენ ეს თაღლითების და რა ხდება რომ მაგალითად ადამიანი ყიდის რაღაცას ინტერნეტ პლატფორმაზე ქართულზე თქვათ დადო თავისი ავტომობილი ან რაღაცა ნივთი გასაყიდად. იქ შეიძლება აი WhatsApp-ის ან რაღაცა მობილურ აპლიკაციაში მოწერო რომ ძალიან დავინტერესდი თქვენი ავტომობილის შეძენით და თუ შეიძლება რომ აი ბეს ჩაგირიცხავთ მე და ამისთვის მჭირდება თქვენი ბარათის მონაცემები. და სამწუხაროდ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები არათუ ბარათის მონაცემებს, რა ვიცი, ინტერნეტ ბანკის პაროლსაც კი აძლევენ და მე ეუბნებიან რომ აი ეხა SMS-ი რომ მოგივი ხო ორჯერადი ავტორიზაცია, ასე ვთქვათ. ორი გზა უნდა გაიარო რა, ჯერ პაროლი შეგყავს, ეს მიეცი უკვე, მე მოგივი და შენს ნომერზე და ამას კოდსაც წერ და იყო შემთხვევები, რომ ის არის, იყო შემთხვევები, რომ მაგალითად პირდაპირ მათ მაგივრად სესხი აიღეს ამ ადამიანების მაგივრად. სხვა მაიღო და ბანკი შენ გთხოვს თან ახლა. ხო რომ ეს 20,000 ლარიანი სესხი რო აინთო აკაო შენზეო. უნდა ყოველთვიური თან რაღაცა შეიძლება იყოს 3 წლიანი სესხი. ხო, ეგ ხო რაღაცა ხო არის ინტერნეტ ბანკით სესხის აღებები ხო შემოვიდა. ხო, ანუ დამტკიცებული სესხია უკვე და მე ჩემს მაგივრად თუ ვიღაცა შევიდა მობაილ ბანკში და მე იმას ჩემი ტელეფონზე მოსული კოდის ვუთხარი, ხო, თავისთავად ეხა აიღებ ჩემს მაგივრად სესხს და მე არის პრობლემები, ამიტომ რჩევაც ხო შეიძლება მივცეთ რომ ეს არაფერი რთული ამაში არ არის. ცოტა მეტად დაეჭვდი, ცოტა სკეპტიკურად მივდექით, როდესაც ნიგერიაში არავინ არ აყავთ ნიგერიაში პრინცი მithumetes. ნიგერიაში პრინცი ყავს თუ არა ეგეც არ ვიცი. სამაგირო ჩვენ კოლ ცენტრები გვაქვს. ვალში არ ვრჩებით. ასე რომ კარგად ხო. სახელმწიფო დონეზეა ეგ საქმე აყვანილი. სახელმწიფო დონეზეა აყვანილი, ესე კარგია, ხელშეწყობა იმხელა გვაქვს რომ საოცარი. ყველას კოლ ცენტრი ქონია. და შენ და ერთი მე აი დავბერდი ამ გახსენი რა.
დააგდე, ხო ოთახების მეტი რა არის. შედი ანთე და დასვი 1-2. ბენდიც გეყოლებოდა ეხლა. ბენდიც იქნებოდა, კარგადაც ვიქნებოდი, მაგრამ არა მაქვს ეს ჭკუა, რა ვქნა, არა მაქვს ეს ფინანსური ტვინი. ხარა შნოხით თავისებური. ხო. შედეხლა დიდი პერიოდი მუშაობდი ჟურნალისტად. კი. თითქმის 9 წელი, 10 წელი ვიყავი ჟურნალისტი, ნუ უფრო 2003 წლიდან 9 წლამდე ჯერ ტელეკომპანია იმედი მერე რუსთავი, მაგრამ ძალიან აქტიური პერიოდი იყო საქართველოსთვისაც ისეთ ჟურნალისტური თვალსაზრისითაც, ხო, რა ვიცი, იქ რაღაცა უცხოელის ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტიო, იქ რაღაცა ისე ომი ცალკე 2008 წლის და მანამდე რაღაც კონფლიქტური სიტუაციები უცხოეთში. ყველაზე საინტერესო შენთვის, ნუ ყველაზე რა ესეთი დასამახსოვრებელი სიუჟეტი იყო, როდესაც ჩახვედი პრისიონერასთან. ხო, ეს გაბრიელა სპანიკი, ვისაც პრისიონერასთან სერიალი, ხო იცი? ახსოვს, კი. პრისიონერა და ხო, ეს ამბავი როგორ იყო ხა? ხო, მართლა უცნაურია რომ რა ვიცი, ერახში ნამყოფი ვარ ქართულ ბაზებზე, ამერიკულზე, რა ვიცი, ომი გამიშუქებია, მაგრამ დღემდეც ვიღაცა რომ ცნობს, მე მალევე აქცენტდება რომ უი შენის არა ხარ პრისიონერასთან რო იყავი მაიამზე და რაღაცა მგონია რომ კულტურას უფრო ვაშუქებდი ვიდრე ომს და სამხედრო თემებს და ნატოს და ასე შემდეგ ხო და ძალიან საინტერესო იყო. სხვათა შორის საკმაოდ სერიოზულ გადაღებაზე ვიყავით მე და რეზო დიდვერაშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეას ვაშუქებდით. მაშინდელი პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი 2006 წელს იქ ვარ და ნიუ-იორკში დაგვირეკა პოსტსკრიპტუმის წამყვანი იყო დავით კიკალიშვილი. ხო, კიკალა. ჩვენი მეგობარი. მოკლედ ამირეკა რომ მოკლედ კეპო ხვალ მაიამიზე უნდა გადაფრინდე. ვა, მაიამი ხან უკვე ის არის რა, ჟღერს ხო. დაგვირეკა და მეთქი რეზოს მეთქი რაღაცა რა ხდება და ესეო აი ეს პრისიონერა მსახიობიო შეთანხმებული გქო ჩვენო პროდიუსერმა ჩაწერო სიუჟეტიო გააკეთო ბარე მანთხა და გადაირბინეო რა გეგონება ახლო იყოს ეს ხო და ქუთაისში ჩახვედი ხო ხო და ჩავედით და შეთანხმებული ყო და თან რა იყო აქ უცნაური რომ ეს სერიალი კი გადიოდა რუსთავი 2-ზე მაგრამ გადიოდა 8 საათიდან 9 საათამდე 8-დან 9-მდე და ეხა კურიერის ჟურნალის 9 საათ 8-დან 9-მდე ყველაზე აქტიური პერიოდი ქონდა მონტაჟის ან გარეთ ვიყავი სადღაც ჩარტვაზე გადაღებას სადღაც ხო და არ მეცალა და სახეზეც არ ვიცოდი ეს მსახიობი ვინ იყო ხო და კიდე კაი რეზომ იცოდა ოპერატორმა და რეზომ მეთქი აი ხა რომ მივალთ და ბევრი მსახიობი ან ვიღაც ერთად რო იყოს და ხო უხერხული ადამიანთან ინტერვიუზე მიდიხარ და სახეზე ვერცნობ და შენ მეთქი მანიშნიან ესე მიჯიკე რომ ეს არის ხო ეს არის სახელიდი გვარი რაღაცა ვიცოდი მაგრამ მე თავის ვილაში გვიმასპინძლა მაიამიზე კარგად მიგვიღო, კარგი ლამაზი ქალბატონი იყო. იცანი რომ მიხვედი თუ ხო მივხვდი რომ ის იყო ის, იმიტომ რომ მარტო წინავდა. კი, პროდიუსერმა მოგვაკითხა და მიგვიყვანა და რომ გაგვიღო კარი ძალიან ისეთი კარგი სამსახიობო ნიჭითაც დაჯილდოებული, კარგი მასპინძელი, საკმაოდ სახალისო გამოვიდა და მე ერთი მომენტი იყო რომ თვითონ შევამთავაზა რომ ეხაო მეორე სართულზეო კიბითო ავიდეთო და არის სიუჟეტში ესეც და ჩემს საძინებელში ავიდეთო რა. ესეთი ხელკავით წამიყვანა და ისა რა ქვია ვაიმე რო გული როგორ გიცემსო თან მეუბნება რომ გული აგიჩქარდაო ხედავო და რო შემიყვანა ანუ სიუჟეტში ესე რომ ეს კარი იკეტება რა ჩებით და მე მეორე დღეს სიუჟეტი რო გავიდა პოსტსკრიპტუმში ყველა მეკითხებოდა იქ რა მოხდაო ვარაფერი არ აინტერესებდა მე რა მოხდა მაგას საიდუმლოდ შევინახა მაყურებელი ნახას რაც მოხდა არის რომ დაიხურა იქ რა მოხდა აჰა მე ხო იცი მე საიდუმლოს შენახვას ვაპირებ და არა დღემდე არ მისაუბრია იმაზე რა მოხდა იმ დახურულ კარს მიყვა მოკლედ ხო ერთ-ერთ მომენტში მე მგონი რაღაცა მკერდისკენ თავი მიგზავნა მეცეკვა სიმღერა ამბავი ხო ანუ სიუჟეტი ისე მიდიოდა რომ ლოგიკური ლოგიკური დასასრული რაღაცა ესეთი უნდა ყოფილიყო თან მაშინ უცოლო ბიჭი ვიყავი შეყვარებული არ მყავდა და ხო მიდი იგრია ვერც ვერავინ იეჭვიანებდა მოკლედ ხო გაბრიელა და ძალიან ის იყო მოკლედ და სხვათა შორის იმ წლის ყველაზე პოპულარული სიუჟეტი იყო პოსტსკრიპტუმში და ძალიან ბევრმა ადამიანმა იმიტომ რომ დღემდე ხო გეუბნებით ომში რო იყავი არავის არ ახსოვს არა იმდეს არ ახსოვს რამდენსაც ის რომ აი შენ პრისიონერასთან იყავი გიორგი ძალიან დიდი მადლობა ძალიან კარგი
ბლოკი გამოგვივიდა, კარგად ვიმხიარულეთ წარმატებებს გიმი. მადლობა შენ მოწვევისთვის. და პირველად ვიყავი შენთან სხვადასხვა სტუმრად. ამდენი წლის დაცნობობა ხო, აი ნეპოტიზმი ვანოსთან არ ჭირდის. ჩვენთან ნეპოტიზმი, კორუფცია არ გონია თან, ხო, საქართველოში. ნაცნობობა არ ჭრის. ხო, მაგრამ ესეთი დიდი თემა არ ყოფილა აქ. ხო, ეს ეკონომიკა და კლებაზე და იმაზე ხო, ესეთი დიდი კვლევა მართლა არ ყოფილა და ამიტომაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო შენი ჩემს გადაცემაში მოყვანა. მადლობა. წარმატებებს გისურვებ ძვირფას ტელემაყურებელს, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო გიორგი კეპულაძე. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. პინექსი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს.